მსოფლიოს ყველაზე მასშტაბურ და გრძელგვირაბად შეერთებულ შტატებში მდებარე 127 კილომეტრიანი დელავერ ავკედუკი ითვლება. წყალსადენი გვირაბი 1945-51 წლებში აშენდა თავდაპირველმა ღირებულებამ 2 მილიარდი დოლარი შეადგინა. ბოლო პერიოდში კი წყლის გაჟონვის შემთხვევების გამო მრავალმილიარდიანი სარესტავრაციო სამუშაოებიც დასჭირდა. მისი მთავარი დანიშნულება ნიუ-იორკის თითქმის ნახევრისთვის სასმელი წყლის მიწოდებაა. ეკონომიკური თვალსაზრისით კი დელავერ აკვედუკი ურბანული წყლის უსაფრთხოების ფუნდამენტია. მეორე პოზიციას ფინეთში მდებარე 120 კილომეტრიანი პაიანეს წყლის გვირაბი იკავებს, რომელიც დედაქალაქ ჰელსინკისთვის წყლის მიწოდებაზეა ორიენტირებული. გვირაბი 1972 წელს აშენდა ღირებულებამ 250 მილიონი დოლარი შეადგინა და მას შემდეგ უალტერნატივო რესურსად რჩება. რეიტინგის მესამე პოზიციაზე მყოფი გოთარდის ბაზის გვირაბი სრულად განსხვავებული სტრუქტურისაა. ის შვეიცარიაში მდებარეობს და 57 კილომეტრიანი სარკინიგზო გვირაბი ალპების ქვეშ გადის. შესაბამისად, ეს მსოფლიოში ყველაზე გრძელი და ღრმა რკინიგზის გვირაბია. პროექტზე მუშაობა 1996 წელს დაიწყო და 2016 წელს დასრულდა. პროექტის ღირებულებამ კი 13 მილიარდი დოლარი შეადგინა. მთავარი დანიშნულება კი ტვირთისა და მგზავრების ჩრდილოეთ და სამხრეთ ევროპას შორის სწრაფი ეკოლოგიურად უსაფრთხო გზით ტრანსპორტირებაა. მეოთხე ადგილზე კი ყველასთვის კარგად ცნობილი ლა-მანშის გვირაბია, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის დამაკავშირებელი ყველაზე გრძელი წყალქვეშა გვირაბი, რომლის საერთო სიგრძე 50.54 კილომეტრია, საიდანაც 27.9 კილომეტრი წყლის ქვეშ გადის. პროექტის მშენებლობა 1994 წელს დასრულდა და მისმა ღირებულებამ 9 მილიარდი ფუნტი შეადგინა. მთავარი დანიშნულება კი დღემდე ბრიტანულ-ევროპული ვაჭრობის, ტურიზმისა და ლოგისტიკის გამარტივებაა. ხუთაუს კი იაპონური 53-58 კილომეტრიანი სეიკანის გვირაბი ასრულებს, რომელიც ჰონსუსა და ჰოკაიდოს კუნძულებს აკავშირებს. მისი მშენებლობა თითქმის 20 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და 1988 წელს დასრულდა. პროექტის ღირებულებამ კი 7 მილიარდი დოლარი შეადგინა. გვირაბი დღემდე ქვეყნის შიდა ეკონომიკის განვითარების მთავარ სატრანსპორტო ხაზად რჩება. გვირაბებთან ერთად მსოფლიოს მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს შორის ყველაზე გრძელი ხიდებიც ხვდება. აქ მაგალითად პირველ ადგილს ჩინეთში მდებარე დანიან კუშნან გრენდ ბრიჯი იკავებს, რომლის სიგრძეც 164.8 კილომეტრია. ხიდი 2011 წელს გაიხსნა. მშენებლობის ღირებულებამ კი 8.5 მილიარდი დოლარი შეადგინა. მთავარი დანიშნულება კი პეკინსა და შანხაის შორის გადაადგილების გამარტივება და ქალაქებს შორის მგზავრობის დროის შემცირებაა. მეორე ადგილზე ტაივანში მდებარე 157.3 კილომეტრიანი ჩანგუა კაოსიუნგის ვაიდუკია. ხიდი, რომელიც ტაივანის მაღალსიჩქარიანი სარკინიგზო ქსელის ცენტრალურ მონაკვეთს წარმოადგენს. მისი მშენებლობა 2007 წელს დასრულდა და პროექტის მთლიანმა ღირებულებამ 20 მილიარდი დოლარი შეადგინა. შემდეგი კვლავ ჩინური ტაინჯინ გრანდ ბრიჯია, რომლის სიგრძეც 113.7 კილომეტრია და ეს ხიდიც ასევე მაღალსიჩქარიანი რკინიგზის ნაწილია, რომელიც პეკინის შანხაის დამაკავშირებელ გზაზე მდებარეობს. მშენებლობა 2006 წელს დასრულდა. პროექტის ჩამორმა ღირებულებამ კი 3 მილიარდი დოლარი შეადგინა. ხიდის საშუალებით ყოველწლიურად ათეულობით მილიონი მგზავრი გადაადგილდება. მეოთხე ადგილს 2010 წელს აშენებული კანგდე გრენდ ბრიჯი იკავებს, რომელიც ასევე ჩინეთში მდებარეობს და მისი სიგრძე 105.8 კილომეტრია. ისიც სარკინიგზო ინფრასტრუქტურას აერთიანებს და მის ინჟინერულ სიმტკიცეს ის ფაქტი მოწმობს, რომ ხიდი სეისმურად აქტიურ რეგიონში მდებარეობს. და მასშტაბური ხიდების ხუთეულს ბენგნა ექსპრესვეი ასრულებს. 54 კილომეტრის სიგრძის საავტომობილო ხიდი, რომელიც ტაილანდში მდებარეობს და ბანგკოკს აეროპორტთან აკავშირებს. პროექტი 2000 წელს დასრულდა და მისმა ღირებულებამ 1.9 მილიარდი დოლარი შეადგინა. სწორედ ამ ხიდის მეშვეობით სატრანსპორტო გადატვირთვა მნიშვნელოვნად მცირდება და ის ქალაქის დეცენტრალიზაციის მთავარ არხს წარმოადგენს.